Madam Secretary, thank you very much for your time. Your statement in Chicago. Galbatono სახელმწიფო მდივანო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დრო გამონახეთ. Თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება ჩიკაგოში, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი სამიტი ნატოს გაფართოების გარეშე, საქართველოს ერთგვარი ოპტიმიზმის გრძნობა ჩაუსახა. Რა შეიძლება ველოდოთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემდეგი 2 წლის განმავლობაში? Შეიძლება საქართველო გახდეს ნატოს წევრი, როდესაც რუსეთის ჯარები მის მიწაზე დგანან. Იმიტომ რომ ყველა ჩვენგანს გვახსოვს პრეზიდენტ მედვედევის განცხადება, რომ 2008 წლის ომის შედეგად რუსეთმა შეაჩერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი. Well, first, let me say how pleased I am to be talking with you. პირველ რიგში ნებამომეცით მოგახსენოთ, რამდენად მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით და ჩემი ვიზიტით ქალაქ ბათუმში. ასევე ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. ნატოსთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხი რეალურად დამოკიდებულია მიღწეულ პროგრესზე. იმიტომ რომ ნატოს თითოეულ წევრობის მსურველ ქვეყანას, რომელსაც ჩიკაგოში შევხვდი, განსხვავებული გამოწვევები გააჩნია. თუმცა ჩვენ მტკიცედ ერთგულნი ვართ ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული პრინციპებისა და იმისა, რომ ვიმუშაოთ საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან, რათა დახმარება გავუწიოთ პროგრესის მიღწევაში. ჩვენი აზრით არსებობს ერთ-ერთი უმტკიცესი პრინციპი იმისა, რომ თითოეული ქვეყანა თავად ირჩევს ალიანსებს უსაფრთხოების ალიანსების ჩათვლით. მე იმედს გამოვთქვამ, რომ გაგრძელდება დაახლოებისა და სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით პროგრესი და ასევე მნიშვნელოვანი იქნება თუ როგორ ჩატარდება საქართველოში არჩევნები. საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია. მე ვამაყობ იმით, რომ ვიმყოფებით ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლის იუბილეზე. ჩვენ სურვილი გვაქვს ვიხილოთ მაღალი დონის გამჭვირვალე სამართლიანი საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რეალურად ხელეწიფება შექმნა სტანდარტი 21 საუკუნის დემოკრატიული ქვეყნისა. Თქვენ აცხადებთ, რომ რუსეთი ვერ შეაჩერებს ნატოსადმი სწრაფვის პროცესს, ანუ რუსეთს ამის ზალა არ შესწევს. რუსეთს არ გააჩნია ვეტოს უფლება, ისევე როგორც არც ერთ ქვეყანას იმ არჩევანზე, რომელსაც სხვა სახელმწიფო აკეთებს. რა თქმა უნდა, არსებობს იმის პირობა, რომ ნატოში გაწევრიანება ხდება მის წევრებს შორის კონსენსუსის საფუძველზე და მე რა თქმა უნდა, ალიანსის სხვა წევრების მაგივრად ვერ ვისაუბრებ. მე ნამდვილად ვთვლი, რომ რაც უფრო მეტად შეძლებს საქართველო იმის დამტკიცებას, რომ იგი პროგრესს განიცდის, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით ვითარდება, არამედ დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციის თვალსაზრისით, მეზობლებთან ურთიერთობების დამყარების მცდელობით, სიტუაციის გამწვავებისგან თავის არიდებით, ეს ჩემი აზრით ნატოს სხვა წევრებზეც მაღალ შთაბეჭდილებას მოახდენს. Ბევრი ადამიანი შიშობს, რომ რუსეთს შეუძლია პუტინის ხელმძღვანელობით განაახლოს სამხედრო აგრესია. იმის საფუძველზე, რომ 2008 წელს დასახული მიზნები არ შესრულდა. არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა. კვლავ სააკაშვილის მთავრობა ხელმძღვანელობს ქვეყანას და ასევე არ შეცვლა საქართველოს ნატოსკენ მისწრაფების გეზი. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევნებია საქართველოსთვის. რა ტიპის საერთაშორისო მექანიზმები და გარანტიები არსებობს, რომ რუსეთი არ განაახლებს საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტს? Russia will not resume the military conflict against Georgia. Well, there's no way to give anyone ironclad guarantee. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ვინმეს 100%-იანი გარანტია მისცეს. ზოგჯერ ძნელია სახელმწიფოების მოქმედების პროგნოზირება. ან სამწუხაროდ მათი ქმედება კარგად პროგნოზირებადი შეიძლება იყოს. მაგრამ ახლა 2012 წელია და ვფიქრობ, რომ პროგრესმა, რომელსაც საქართველოს უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მიაღწია, სოფლიო ყურადღება მიიპყრო. საქართველო მცირე ქვეყანაა, მან ის უამრავი საკითხი მოაგვარა, რომელიც მოსაგვარებელი აქვს მრავალ განვითარება და დემოკრატიის გზაზე მდგომ ქვეყანას. არსებობს მიღწეული პროგრესის საკმაოდ კარგი გაგება მთელ მსოფლიოში. საქართველოს თხოვენ ექსპერტების გამოგზავნას, რომლებიც გააცნობენ მისი ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური სისტემის მშენებლობისა და მოქალაქეთა მომსახურების სფეროში მიღწეულ პროგრესს. საქართველოს საერთაშორისო არენაზე ცნობადია, ეს ასევე ეხება მის მისწრაფებებს, რაც მსოფლიოსთვის იმის ძლიერი სიგნალია, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს თავისი მომავლის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებას და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მტკიცედ მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, არ ვაღიარებთ სეპარატისტულ ტერიტორიებს, რასაც თითქმის არც ერთი სხვა ქვეყანა ასევე არ აკეთებს. არსებობს სხვა თემები, რომლებზეც ყველა ჩვენგანმა უნდა მოვახდინოთ აქცენტირება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ევროკავშირმა, ისეთი როგორიცაა ეკონომიკური თემები, უსაფრთხოება. ეს საშინელი პრობლემაა სირიაში. მე ვფიქრობ, რომ კვლავ იქნება რიტორიკული შეხლა-შემოხლები და პირადად მე დიდი იმედი მაქვს, რომ არაფრის პროვოცირება არ მოხდება არც ერთი მხრიდან. მაგალითად, სეპარატისტები არ მოახდენენ პროვოცირებას და ყველა ერთად ვიზრუნებთ საქართველოს ცხოვრების გაუმჯობესებაზე. That everybody just keeps working to improve Georgia. That's my hope.
You mentioned Syria and recent patterns that you have famous. თქვენ ახსენეთ სირია და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. რამდენიმე წლის წინ დააჭირეთ თითით ცნობილ გადატვირთვის ღილაკს. რამაც შესაბამისი შედეგები მოიტანა, თუმცა ტენდენციები იცვლება. პუტინი ამერიკას ადანაშაულებს მის წინააღმდეგ განხორციელებულ პროტესტების მხარდაჭერაში და ამის გამო ქვეყანაში სხვადასხვა თემებზე საერთო ენის გამონახვა ჭირს. რუსეთი ასევე აგრძელებს სირიის მხარდაჭერას. ფაქტობრივად ამით თავისი წვლილი აქვს სამოქალაქო ომის გაღვივებაში. ამგვარ ფონზე როგორ გესახებათ გადატვირთვის პოლიტიკის მომავალი? And against this background, how do you see the future of reset? Well, I think that the so-called reset was როგორც მე ვფიქრობ, ეგრეთ წოდებული გადატვირთვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. ეგრეთ წოდებული სტარტის ხელშეკრულება, ანუ ბირთვული არსენალების შემცირება როგორც ჩვენს, ასევე მსოფლიოს ინტერესებში შედის. ასევე ის, რომ მშვიდობიანი მსოფლიო თანამშრომლობს ავღანეთის თემებზე. საკმაოდ პოზიტიური შედეგების მომტანი იყო ბრძოლა ტერორიზმსა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან. ჩვენ გსურს ვიმუშაოთ იმ მიმართულების დასადგენად, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ჩვენი თანამშრომლობა. თუმცა ჩვენ პრინციპულად განსხვავებული პოზიციები გაგვაჩნია მთელ რიგ საკითხებზე და დღევანდელ სამყაროში ჩვენ თვლით, რომ მნიშვნელოვანია არ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომლის დროსაც ან შეგიძლია ითანამშრომლო, ან საერთოდ არ გაგაჩნია ამის უნარი. მოდით პრაქტიკულად მივუდგეთ აღნიშნულ საკითხს, მოდით ვეძებოთ საშუალებები, სადაც მოვახდენთ უთანხმოების დაძლევას, ან შევამცირებთ მას. თუმცა ჩვენი პოზიციებიც უნდა დავიცვათ ყველა პირობაში. ისეთ თემებზე, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანთა უფლებები, ქვეყნის ხელმძღვანელის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა, მომავლის თავისუფლად შექმნის თემა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ზემოთ აღნიშნულს და მაქსიმალურად ვეცდებით რუსეთთან ჩვენი უფლებები აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით წარმართოთ. But if it continues, თუ რუსეთი გააგრძელებს სირიის პოლიტიკის მხარდაჭერას, რა იქნება დასავლეთის და ამერიკის რეაქცია? the West and the US. Well, with respect specifically to Syria. რაც კონკრეტულად სირიის საკითხს შეეხება, ძალზე გულდასაწყვეტია ის გარემოება, რომ ასადზე არ ხორციელდება ზეწოლა მისი გადადგომის მიზნით. ეს ძალზე რთული საკითხია, რომლის მოგვარებისთვისაც ყველა ჩვენგანი ვიღწვით. თუმცა კოფი ანანს გააჩნია 6-პუნქტიანი გეგმა, სადაც პოლიტიკური გარდამავალი პერიოდია შესული და ჩვენ თვლით, რომ საერთო ძალისხმევით რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავსვათ, რათა ეს ქვეყანა დაგვეხმაროს გარდამავალი გეგმის განხორციელებაში, რომელიც სირიის მოსახლეობას საშუალებას მისცემს თავად აირჩიოს ლიდერები. დღეს საღამოს სტამბულში ჩატარდება შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით. პარასკევს ვაშინგტონში ჩემი შეხვედრაა დანიშნული კოფი ანანთან. ეს ძალზე პრიორიტეტული საკითხია, რადგანაც გაეროს უშიშროების საბჭოში კონსენსუსი არ არსებობს. ასევე არაბულ ლიგაში ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო არენაზე აღიარებული ჯგუფი, რომელმაც რეალურად იცის თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას და ამის გამო შესაძლებელია სირია უფრო მძიმე ძალადობაში ჩაეფლოს, სადაც გაცილებით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ჩვენ გსურს თავიდან ავიცილოთ აღნიშნული, მაგრამ ასევე გვინდა შევაჩეროთ პრეზიდენტ ასადის ძალადობრივი აქციები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. აქ მე ნამდვილად არ ვარ იმისთვის, რომ მოგახსენოთ ზუსტი რეცეპტი, მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი ის არის, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით. თანამედროვე მსოფლიოში მიუღებელია ის, რაზეც ვსაუბრობდით. ამიტომ არავინ უნდა დაემუქროს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას. ქვეყნის ლიდერებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი აქციები განახორციელონ. People should not be permitted as leaders to assault their own citizens. And about Georgia, of course, as you met yesterday. ისევ საქართველოს შესახებ. თქვენ გქონდათ შეხვედრა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. რა შთაბეჭდილება დაგჭათ, როგორ მოახდენთ საარჩევნო გარემოს შეფასებას? არსებობს თუ არა საკმარისი კონკურენცია და ერთნაირი თამაშის პირობები? There is a level playground, what's very important. Yes. I fully agree with სრულიად ვეთანხმები, რასაც თქვენ ბრძანებთ. მე სურვილი მქონდა შევხვედროდი ოპოზიციას, რადგან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ხანგრძლივი ისტორიიდან გამომდინარე საჭიროა შეიქმნას თამაშის ერთნაირი პირობები, სადაც მოთამაშეებს ხელი მიუწვდებათ მასმედიაზე, სადაც არსებობს დამკვირვებელთა დიდი რაოდენობა, რომლებიც აღიარებენ, რომ არჩევნები შესაბამის დონეზე ჩატარდა ან მიუთითებენ დარღვევებზე. ოპოზიციასთან შეხვედრისას ყურადღებით მოვისმინე მათი პოზიცია, ის რაც მათ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ინფორმაცია ამის შესახებ გადავეცით მთავრობას. ჩვენი ქვეყნის საელჩო და მთავრობა იმუშავებენ იმისთვის, რომ უზრუნველყონ არა მხოლოდ არჩევნების ჯეროვნად ჩატარება. ჩვენ მას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ ვიღაცას მხარს უჭერთ. არჩევანი ქართულმა ხალხმა უნდა გააკეთოს, მაგრამ ასეთ ნაბიჯს ვდგამთ იმიტომ, რომ გვწამს დემოკრატიისა და საქართველოსი. ჩვენ თვლით, რომ საქართველო რეალურად სწორგზაზე დგას და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ლეგიტიმური საარჩევნო შედეგები დამატებით გაამყარებს საქართველოს რეპუტაციას, როგორც მოდელის, რომელიც ასევე სხვა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ. And this is the biggest ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის, თუ როგორ წარიმართება არჩევნები.
Well, I think it's a challenge for two reasons. ეს ამჟამად ჩვენთვისა და საქართველოს მთავრობისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ. სამართლიანი არჩევნები მათ ჩატარების პროცესი ვფიქრობ ეს გახლავთ გამოწვევა განპირობებული ორი მიზეზით. მაგალითად მე პოლიტიკოსი ვარ, მომიგია და წამიგია არჩევნები. მთავრობაში მიმუშავია, უმრავლესობის და ოპოზიციის წევრი ვიყავი. ამ დროს ათვიცნობიერებ რომ მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებ. მე შევხვდი მრავალ ძალიან კარგ ადამიანს, რომლებიც მთავრობაში მუშაობენ დაძაბულად, აქვთ შედეგები, აუმჯობესებენ და ცვლიან პრაქტიკას. მე იუსტიციის სახლს ვეწვიე ბათუმში, ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა და როდესაც ასე აქტიურად მუშაობ და ხედავ რომ სიტუაცია იცვლება და უმჯობესდება, ფიქრობ რომ მოსახლეობამ უნდა მოქცეს ხმა და რატომ უნდა არსებობდეს რაიმე კითხვის ნიშნები. თუმცა დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა წარმოიდგინო რომ ყველა კითხვაზე პასუხი ან კრიტიკისგან თუ რაიმე კითხვებისგან იმუნიტეტი გაგაჩნია. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია შეიქმნას ძლიერი ინსტიტუტები ვიდრე ძლიერი მოხელეთა აპარატი, იმიტომ რომ მოხელეები მიდიან და მოდიან. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის არის რომ ძლიერ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს ძლიერი ინსტიტუტები. ჩვენ გსურს ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მიიღებს. იმასთან დაკავშირებით თუ ვის გადასცემენ თავიანთი ინტერესების დაცვის უფლებას. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბების გზაზე და ეს საქართველოს მომავლის განსაზღვრელი იქნება. მე ასევე მინდა დავამატო რომ ახალგაზრდა ადამიანებმა საქართველოში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს. იუსტიციის სახლში სანაპირო დაცვის კატარღის გადაცემისას. ჩვენ სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებში ახალგაზრდა სამთავრობო და საჯარო მოხელეები, სამხედრო პირები ვნახეთ, რამაც ენერგიისა და დინამიზმის გრძნობა გამოიწვია ჩემში. ნამდვილად არ გსურს რაიმე მხელი შეუშალოს აღნიშნულ დინამიზმს. ჩვენ გსურს კვლავ ვიხილოთ განვითარების პროცესი. And we don't want anything to disrupt that. We want it to keep growing. Madam Secretary, thank you so much for ქალბატონო სახელმწიფო მდივანო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს გადაცემაში. to meet you.